მოგესალმებით. მე გახლავართ მიგელა აზიკური თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიოლოგიის მიმართულების პროფესორი. დღეს განვიხილავთ კომპიუტერული პროგრამა 3D ორგანონი ანატომია და პროგრამის საშუალებით საჭმლის მომნელებელ სისტემას, ადამიანის საჭმლის მომნელებელ სისტემას და მის ანატომიას. მოკლედ შესავალ სიტყვაში გეტყვით, რომ გაგვაჩნია მუდმივი ტემპერატურა 36.6, მუდმივი კავშირი გვაქვს გარე სამყაროსთან და საჭირო არის შევინარჩუნოთ ეს ტემპერატურა 36.6, რათა განვახორციელოთ ჩვენი ძირითადი საცოცხლო ფუნქციები, როგორიც არის თავდაცვა, ადაპტაცია, გადარჩენა, გამრავლება და ასე შემდეგ. სოციალური სტრუქტურის ფორმირება, დროსა და სივრცეში გადაადგილება, ამ ყველაფრისთვის საჭირო არის ენერგია, რომელსაც ჩვენ ვგებულობთ გარე სამყაროდან, ვართ ღია სისტემა, მუდმივი კავშირი გვაქვს გარე სამყაროსთან და ეს გამოიხატება რაში? ორგანიზმის უნარში მიიღოს საკვები ნივთიერებები, ჰაერი, წყალი. ეს არის ჩვენი ძირითადი საიცოცხლო მასაზრდოებელი ნივთიერებები, რომელსაც გარე სამყაროდან ვღებულობთ და შესაბამისად საჭმლის მომნელებელი სისტემა უზრუნველყოფს მიღებული საკვებიდან საჭირო ნივთიერებების შეთვისებას, რომელიც მიიტანება თითოეულ უჯრედამდე, ხოლო იქიდან გამოდის დაშლის პროდუქტები და გამოიყოფა ისევ გარე სივრცეში, რომელსაც ქვია ნივთიერებათა ცვლის, ანუ მეტაბოლური პროცესები, როგორც მინერალური, როგორც ორგანული, ისე არაორგანული ნივთიერებების სახით. ვღებულობთ სხვადასხვა მინერალებს, ნივთიერებებს, ვიტამინებს, ცილებს, ცხიმებს, ნახშირწყლებს და ასე შემდეგ, რომელიც საჭირო არის უჯრედის შენებისათვის და ცოცხალი ორგანიზმის ნორმალური ფუნქციონირებისათვის. ეს არის საჭმლის მომნელებელი სისტემის ერთ-ერთი ძირითადი ფუნქცია. ვიცით, რომ საკვების გარეშე ადამიანი ძლებს დაახლოებით 40-50 დღე, რა თქმა უნდა ინდივიდუალურია. ჰაერის გარეშე, წყლის გარეშე სადღაც 3-დან 10 დღემდე, ხოლო ჰაერის გარეშე 2-3 წუთი. ანუ ვხვდებით, რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენთვის ჟანგბადი, წყალი და შემდეგ უკვე საკვები ნივთიერებები. რაც შეეხება საჭმლის მომნელებელ სისტემას, ჩვენ ვხედავთ ეკრანზე საჭმლის მომნელებელი სისტემას, თუ არ ჩავთვლით ესე იგი ვიძლს. ეს არის დაახლოებით 10 მეტრის სიგრძის, სხვადასხვა ფორმისა და აგებულების ერთიანი მთლიანი მილი, სადაც გამოიყოფა ჯირკვლების მიერ გამომუშავებული წვენები, სეკრეტები, რომლებიც შეიცავს საკვების დამშლელ ფერმენტებს და მონაწილეობენ ეს ფერმენტები საჭმლის მონელების პროცესში. თანმიმდევრობა არის ესეთი: პირველად ხდება საკვების მიღება პირის ღრუში, პირველად საკვების დამუშავება მიმდინარეობს პირის ღრუში, შემდეგ გადადის საკვები ხახაში, შემდეგ საყლაპავ მილში, საყლაპავი მილის საშუალებით ხედავთ, ესე იგი ჩადის კუჭში, ეს არის საყლაპავი მილი, პირის ღრუ, უფრო დეტალურად კიდევ ვნახავთ, ჩადის კუჭში, კუჭიდან გადადის 12 გოჯა ნაწლავში, ეს არის 12 გოჯა ნაწლავი, შემდეგ გადადის წყვილ ნაწლავში, მსხვილ ნაწლავში, სწორ ნაწლავში და ანალური ხვრელის საშუალებით უკვე გამოიყოფა დაშლის პროდუქტები და საბოლოო ნივთიერებები, არასაჭირო ნივთიერებები გარემოში. ეს არის თანმიმდევრობა საჭმლის მომნელებელი სისტემის და ეს არის საკმაოდ რთული პროცესია, როგორც მექანიკურად და ასევე განსაკუთრებით ქიმიურად არის საკმაოდ რთული პროცესი, კვების პროცესი. საკვებში არსებული ორგანული ნივთიერებები, როგორიც არის ცილები, ცხიმები, ნახშირწყლები, იშლებიან უმარტივეს შემადგენელ ნაწილებად და შემდეგ ისინი შეიწოვება ნაწლავების ხავების საშუალებით და მიიტანება
თითოეულ უჯრედამდე საკვები ნივთიერებები. ორგანული, რაც შეეხება არაორგანულ ნივთიერებებს, როგორიც არის წყალი, მინერალური მარილები, ორგანიზმში გაივლის უცვლელად და ადვილად შეიწოვება დიფუზიის საშუალებით. პირველად ხდება საკვების დამუშავება პირის ღრუში, სადაც არის მრავალი წვრილი სანერწყვე ჯირკვლები, ესენი არის გარეგანი სეკრეციის ჯირკვლები, რომლებიც განლაგებული არიან ენის, რბილი სასის და ლოყების შიგნით და გარდა ამისა პირის ღრუსთან დაკავშირებულია სამი დიდი წვრილი სანერწყვე ჯირკვლები, ეს არის ბაყურა ჯირკვალი, მისქვეშა ჯირკვალი და ენისქვეშა ჯირკვლები. ყლაპვა ეს არის ერთ-ერთი რთული პროცესი, რეფლექსური პროცესი, საკმაოდ რთული, რადგან არსებობს სხვადასხვა კუნთები, რომლებიც მოთავსებული არის საყლაპავში, ხორცში და პირის ღრუში და საჭირო არის მათი კოორდინირებული მოქმედება. საკვების მონელება იწყება თავიდან პირის ღრუში, აქ ხდება კბილების საშუალებით საკვების მექანიკური დაქუცმაცება, ხდება მექანიკური დამუშავება და რა თქმა უნდა ქიმიური დამუშავებაც კბილები შლის მექანიკურად საკვებს, ხოლო ნერვში არსებული ფერმენტები, რომელიც არის ამილაზა, იწყებს ნახშირწყლების დაშლას და წარმოიქმნება პირის ღრუში დატენიანებული ლუკმა, რომელსაც ეწოდება ბოლუსი. გადაყლაპვის შემდეგ ეს დაგეჭილი საკვები საყლაპავ მილში ჩადის, რომლის სიგრძე არის დაახლოებით 25 სანტიმეტრი და შედგება სხვადასხვა გარსებისგან და საყლაპავის საშუალებით ჩადის კუჭში. ბოლუსი გამზადებული ლუკმა პერისტალტიკურად ხდება კუჭში გადასვლა აი ამ საკვები ნივთიერების. შემდეგ ჩადის კუჭში, სადაც ხდება მისი მექანიკური და ქიმიური მონელება. კუჭის კედელში არსებული კუნთები ახდენენ მის შედგებას. ბოლოსში ხდება ეს არის მექანიკური პროცესი, შედგება, რისი მეშვეობითაც მომნელებელი ფერმენტები და კუჭის წვენი ირევა ერთმანეთში და წარმოიქმნება ქიმუსი და გარდაიქმნება თხევად მასად. და ამ თხევად მასას ეწოდება უკვე ქიმუსი. მონელება კუჭში რამდენიმე საათის განმავლობაში გრძელდება და ამ დროის განმავლობაში პეპსინი, ფერმენტი არის ესეთი პეპსინი, შლის საკვებში არსებულ ცილების საკმაოდ დიდ ნაწილს. შემდეგ გადადის ნაწლავებში ეს ნივთიერებები, რომლის შეწოვაც ხდება უკვე ნაწლავების საშუალებით და საბოლოო პროდუქტი გამოიყოფა სწორი ნაწლავის საშუალებით ანალური ხვრელის გავლით გარემოში. შევხედოთ ეს ყველაფერი, რაც გითხარით, თვალსაჩინოებას, რომელიც უფრო დეტალურად განვიხილოთ ახლა, როგორ გამოიყურება ის ყველაფერი, რაც მოგახსენეთ. ეს მოუხსნათ არ გჭირდება. ეს არის პირის ღრუ, ხედავთ, გავაპატარავოთ. აქ არის მოთავსებული ბაყურა ჯირკვლები და ენისქვეშა ჯირკვლები და ყვაყურა ჯირკვლები, რომლებიც ეს არის ენა, რომლებიც გამოყოფენ სხვადასხვა სეკრეტებს და პირველადი დამუშავება მექანიკური კბილების და აი ამ სეკრეტის საშუალებით ხდება პირველადი მონელება საკვების და ჩამოყალიბება ქიმუსის. ეს შეგვიძლია გავშალოთ და უფრო დეტალურად ნახოთ, ჩავიხედოთ შიგნით. აქ არის ენისქვეშა ძვალი, ეს არის ინის ძვალი, ეს ძვალი ხედავთ, რომელიც არის ერთადერთი ძვალი, რომელიც სხვა ძვალზე მიმაგრებული არ არის და საკმაოდ
მნიშვნელოვან როლს თამაშობს ყლაპვის პროცესში, აი ამ რეფლექსის განხორციელებაში. საკვები გადადის შემდეგ უკვე ხედავთ, ეს არის ხორქი, სასუნთქი გზები ამას შემდეგ, როცა სუნთქვის სისტემას განვიხილავთ, მაშინ დეტალურად გავეცნობით, ეს არის საყლაპავი. საყლაპავი მილი, რომელიც არის 20-25 სანტიმეტრი სიგრძის, ესენი არ მიაქციოთ ყურადღება, ეს არის ბრონქები, ბრონქიოლები, სასუნთქის სისტემას, ჩვენ შემთხვევაში გვაინტერესებს ეს საყლაპავი მილი, რომელიც უკვე გადადის უშუალოდ კუჭში. საჭმლის მომნელებელი სისტემაზე საციცოცხლო ორგანოები ვიცით, რომ მოთავსებული არის გულმკერდის ღრუში, ეს არის გულმკერდის ღრუ, შევაერთოთ ერთი წამით. გულმკერდის ღრუში არის საციცოცხლო ორგანოები, გული და ფილტვები, ხოლო დიაფრაგმა გამოყოფს გულმკერდის ღრუს მუცლის ღრუსგან. ეს არის საყლაპავი მილი, რომელიც ჩადის უკვე კუჭში. ეს არის წინა მხარე, ესაც ვხედავთ. უკანა მხარეს, საიდანაც გადადის, გაივლის გულმკერდის ღრუს საყლაპავი მილი, გაივლის დიაფრაგმას, რომელიც გამოყოფს გულმკერდის ღრუს მუცლის ღრუსგან და ჩაედინება უკვე საყლაპავი მილის საშუალებით კუჭში საკვები ნივთიერებები. ანატომიურად კიდევ შევხედოთ, როგორ არის მოთავსებული საჭმლის მომნელებელი სისტემა, ესეც სასუნთქის სისტემა არის, უკან მიყვება საყლაპავი მილი და აქაც ჩაედინება კუჭში, ესენიც არის ჯირკვლები, ყბაყურა ჯირკვლები და ენისქვეშა ჯირკვლები, რომელიც საჭმლის მომნელებელ ფერმენტებს, სპეციალურ სეკრეტებს, ბიოლოგიურად აქტიურ ნივთიერებებს გამოყოფენ. შემდეგ ხედავთ აქ ჩონჩხთან ერთად ანატომიურ სურათს, ეს არის ვიზლი, ეს არის კუჭი, კუჭი მონელებულ საკვებს, ანუ ქიმოს გადასცემს უკვე 12 გოჯა ნაწლავს, ხედავთ 12 გოჯა ნაწლავი როგორ გამოიყურება, 12 გოჯა ნაწლავიდან ნივთიერებები გადადის უკვე წვრილ ნაწლავში, ეს არის წვრილი ნაწლავი, წვრილი ნაწლავიდან გადადის, წვრილი ნაწლავიდან გადადის უკვე მსხვილ ნაწლავში, მსხვილ ნაწლავში ხდება ძირითადად წყლის შეწოვა და აქ მსხვილ ნაწლავს აქვს კიდევ თქვენთვისაც ალბათ კარგად ცნობილი ჭიაყელა დანამატი, რომელსაც აპენდიცი ეწოდება და უფრო პოპულარულ ენაზე ბრმა ნაწლავს ვეძახით ხოლმე, ესეც ხედავთ ანატომიურად სად არის მოთავსებული. მსხვილი ნაწლავი გადადის სწორ ნაწლავში, ხედავთ ეს არის სწორი ნაწლავი, სწორი ნაწლავი მთავრდება ანალური ხვევლით, საიდანაც უკვე დაშლის პროდუქტები გამოიყოფა გარემოში. გარედან დაფარული არის დიდი ბადექონით, კუჭი და ნაწლავები, ხედავთ ესე იგი სად არის მოთავსებული მუცლის ღრუში, უკანა მხრიდანაც შეგვიძლია შევხედოთ, ესეც არის ცალკე გამოტანილი წვრილი ნაწლავი, როგორ გამოიყურება, ეს მსხვილი ნაწლავის და აპენდიცი არის ჭიაყელა დანამატი, აქ ცალკე გვაქვს გამოტანილი წვრილი ნაწლავი, ცალკეა გამოტანილი წვრილი სწორი ნაწლავიც, აქვე შეგვიძლია შევხედოთ ესე იგი ცალკე როგორ გამოიყურება ანატომიურად მსხვილი ნაწლავი, ესეც აპენდიცი, ეს არის მხოლოდ მსხვილი ნაწლავი, აქეთ არის კუჭი, ვიზლი და მთლიანობაში ეს არის სურათი, თუ როგორ გამოიყურება კუჭი, 12 გოჯა ნაწლავი, წვრილი ნაწლავი, მსხვილი ნაწლავი, აპენდიცი, ანუ ჭიაყელა ნაწლავი, დანამატი უпроსორად და აქ არის უკვე სწორი ნაწლავი და
ანალური ხვრელი, საიდანაც უკვე დაშლის პროდუქტები გამოდის გარემოში. აი ეს არის მოკლედ ანატომია საჭმლის მომნელებელი სისტემის. დიდი მადლობა ყურადღებისთვის.